მოგესალმებით ჩემო კარგებო. გილოცავთ 3 მარტს, ქალთა და დედის დღეს. დაესწარეთ მრავალს, ყოფილიყავით მუდამ ბედნიერი ქალბატონები, ბედნიერი დედები და გეცხოვროთ მშვიდობიან. და თქვენთვის გულის გასახარ ქვეყანაში. ახლა კი თაროქშინავ გარანტია. ახლა კი გავხსნათ ჩემი საჩუქარი, რომელიც როგორც თავისთავად ესე დაემთხვა. თუმცა დამთხოვები არ არსებობს, მე თუ მკითხავთ, ასე ინება ბატონო განგება. დედის დღეს მოვიდა საჩუქრად. ჩემი დიდი ხნის ასრულებული სურვილი და ოცნება. აბატონო, აი ასე მოაყვება ინსტრუქცია, ჩადებულია პენოპლასტებში, რბილად და გემრიელად. დედა რა ლამაზი ვარო, რა ლამაზი ვარო, და. რა საოცრებაა, ტასუნა. ამოვაძვრინოთ. ოღონდაც რა, ოღონდაც. ოპა! გაიხადე ჩეკები. ეს. გადავდოთ 5. 5 ლამაზი აქვს. რა კაი რამეა, ზიზია. ახლა გავხადოთ ჩულკები. ასე. ზეღედე რა შეყვარელია, ბუბუ ნახე. ბუბუ მოვიდა. მონახო, შეპოკევლეს. მიდის ნახავარ. მიდის. პენოპლასტი არ აიღო. რა საყვარელია. უი, იცით როგორ ეწეპება? უი დედა. როგორ უნდა ავიღო ახლა ეს? აჰა. ისინი აქ წყლუბ. მინდა და გადამეყირავებინა, მეჩვენებინა ეკრანზე და ძლებს მოწყვიტე, იმასავით არის. ლოკოკინაზავით არის მიწებებული. კარგი, ნუ ამბობ, ფუს ლოკოკინაზე, ეგ წარქები არიან. აი ასე. ჰა? რო არ გაიფანტოს ისა, იხსნება ეს დავსახური. თქვილი რო არ გაიპნეს, აქეთ-იქით რო არ გაასხას. თუ თხელია. აჰა, აბატონო. ეს ძალიან კარგი სათქვეფია, მე მიყვარს ეს წვრილი. ეს თუმცა კარგია, როცა აქვს ფოლადის. არა აქვს ფოლადის, მაგრამ ახლა სიმართლე რო გითხრათ, იმას არ ვაპირებ, მე ქვეყნიერების იმის მოთვლიფინებას რო ეს გავაფუჭო. აჰა, აი ეს უკვე ფოლადია. იცით ეს ნიჩაბი გამოიყენება რბილებზე, აი ცილაზე, კვერცხზე, ცომზე უკვე იხმარება ეს, მაგარ კარაქზე, ცომზე, ფხვიერ ცომზე. ამიტომ არის ფოლადის როგორც ჩანს. თუმცა ესეც რო ფოლადი ყოფილიყო, ღმერთი არ გაუწყრებოდათ. ეს კაპიტან კრუკის არის, კაპიტან კრუკის. აბატონო, ლამაზი ჯამი. ასე. რა საყვარელია. ეხლა ვფიქრობ რა მოვდგებოთ ამით. კითხვა, აბა გისმენთ, აიწიეთ ხელი, ვისაც კითხვა გაქვთ. Юран, надо хочешь раимас ამბობს ჟურნალს. ლოშედი გონჯი. გაგახსენა ხა ჰიუგრანს მიქსერი არა აქვს ეს ნოტიფიკაცია. მიქსერი არა, შედება ვიწერე გიქვა რა მოგონდა. აბა რა კითხვა გაქვს? წინა მიქსერს მოუწყრებოდი შენ. ვუწყრებოდი? აბა მაჯამი რა იყო და ბოლომდე არ იდებოდა ეს საფეხი. ამასაც ედია რა აქვს? არ ვიცი, აი უნდა გავსინჯოთ. ცადოთ. ანუ ტასიკო მიცით რა იკითხა? ეს ჯამიო. ორ კვერცხს მოთქვებსო, აუცილებლად 10 უნდა ჩავასხათო, ჩემ წინა მიქსერს ჰქონდა, ესე არ წვდებოდა ფეხი.
2-3 კვერცხზე. აბა ვნახოთ. სიჩქარეები, მიჩქარეები, მოკლედ თქვენთან ერთად უნდა გავსინჯო, მანამდე კარგად გავწმენთ სპირტით, მე ხო ისა მაქვს წმენდა ხეხვის წიკი. გავრეცხავ კარგად და სუნამოს დავასხავ და თქვენთან ერთად მოვთქვებ. სუნამოს? რა თქმა უნდა, სუნამოს. სალამი ჩემო-კარგებო, გახარებული ვარ, თუმცა გამოუძინებელი მავარ, იმიტომ რომ დილაუთენია გამაღვიძა იმან, რა ქვია, კურიერმა, ასეთი სიხარულებისთვის სიამოვნებით გავიღვიძებ ხოლმე, არა მაქვს პრეტენზია. წამოვხდი და გავარდი, ავიღე ისა, რა ქვია, გადასაკიდებელი პატარა შანთა ტილოსი, ვიფიქრებ არა მარკეტში შევალთქო, მე ხოლმე 5 სართულზე ვცხოვრობ და ისა, რა ქვია, თან რაღაცაც უნდა გავაკეთო, ესე ტყილა ვერ ჩავალ ახლა 5 სართულს. ხო და ავიღე ეს გადასაკიდებელი ჩანთა, ჩავდე შიგნით საფულე, ჩავდე შიგნით ტელეფონი და ფართხაფურთხით გავიქეცი, იმიტომ რომ მეორე დამირეკა კურიერმა სადა ხართო 5 წუთი გავიდაო. ნუ არ დაავიწყდა დედის დღე მომილოცა, მაგრამ პრეტენზია ქონდა 5 წუთი ისა რა ქვია, გავიდა უკვე. ხო და ეს რა ქვია. ისეთი მოპრიალებულია კორპუსის წინ, დასუნა ისეთი მოპრიალებულია, აი პირდაპირ აი ფიგურული სრიალით უნდა მიხვიდეს ადამიანი დანიშნულების ადგილად. ხო და ქეში არ მქონდა. უბრალოდ 16 ლარი უნდა გადამეხადო და არ მქონდა ქეში. მქონდა მხოლოდ რომ მოვჩრიკე საფულეში 2 5 ლარიანი და 1 რკინის ლარიანი. ეხლავე მე ვთხარი, მარტო 5 წუთი კი არ გალოდინეთ, ეხლა კიდე უნდა გალოდინოთ. ვთხარი, აქვე არის ბანკომატი და უნდა მოვხსნათ ახლა. გავიქეცი უცბად ის გაოცებულმა შემომხედა ამ კაცმა. გავიქეცი მოსახსნელად. ამოვიღე საფულეში არ არის ბარათები. გადავირიე, სად არის? შევედი იქვე მაღაზიაში, მე ვთხარი 5 ლარი მასესხად 16 ლარი მაქვს მისაწემი. კი ბატონო, აი მე ვთხარი, ეხლავე არ დაგაღალატებთ, ეხლავე ავირბენ ბარათს, ჩამოვიდა ნეტყობა სახლში და მრჩა თქო და მოხსნი ფულს თქო, ვერ მოხსნიო, მითხრეს, იმიტომ რომ ბანკომატში თანხა არ არისო. ხო და აი ეს არ არისო თანხაო, მაგრამ მასესხეს, გაიხაროს. მასესხა გადავიხადა ეს 16 ლარი, ამოვათრია ესა და სად იყო და სად არა, რომ ამოვიღე ამ გადასაკიდებელი ჩანთიდან, ნაჭრის ჩანთიდან საფულე და ტელეფონი, თურმე მთელი ბარათები შიგნით ჩაცვენილა. ასე რომ გადავრჩი დაკარგვას რაღაცისას. ესე იგი, ბანკომატში ფული არ იყო, მაგრამ ხომ ასესხეს. მე პოზიტივს ვეძებ. ბარათები მეგონა რომ დავკარგე, მაგრამ ხო არ დავკარგე. თან დავრეკე ჩემ იმასთან, რა ქვია, სტომატოლოგთან, რომელთანაც მივდიოდი დღეს და რომელსაც გავიძახი ერთი კვირაა, რომ მივდივარ და მთხოვა, რომ იქნება დღეს არ მოხვიდეო და მოხვიდეო 12 რიცხვის მერეო მივფრინაო. ანუ რო არ დამერეკა გადასამოწმებლად ვიზიტი ხო არ გადამედო, მეთქი მიმიღებდა, მაგრამ რადგან გადავამოწმე, მკითხა, რომ ხომ არ შეგიძლიათო, რომ კი მე ვთხარი, როგორი მდგომარეობა გაქვთ, მე ვთხარი, თითქმის ყოველდღე გამაყუჩებელს ვიღებ კბილების გასაყუჩებლად მეთქი, მაგრამ შემიძლია რომ 12-ის მერე დაგირეკო თქო. ასე რომ 12-ის მერე გადაიდო და ალბათ ესე ჯობია, როგორც ხდება, ეგრე უფრო კარგია. და მაგ დროისთვის ალბათ უკვე დადნება ყოლიფერი, თორე იმხელა ლოლოები კიდია ჩვენ კორპუსზე აივნებს. იმხელა ეს არის, რა ქვია, ყინულია, სქელი, აი დევს, მასავით, რა ქვია, ლოდებივით, რომ სრიალი გაუდის ფეხსაცმელს. მოკლედ, რამდენი ვიქაქანე ამ დილაუთენია, ჩემო-კარგებო, ალბათ სიხარულის ბრალია. მართლა ძალიან გამეხარდა ეს ჩემი მიქსერი, მადლობა, გაიხარე. ოხერიცა ვარ კიდე, დამდილაუთენია თორემ. 12 საათია. წავედი ხა მე კრემი წავისვა. ჩემთვის თუ ეს არის დილა 12 საათი. ჯერჯერობით მე 12-ზე არ ავდექი, უფრო ადრე ავდექი. იქნებ მე არ მინდა ჩემ მაყურებელს გავაგებინო რომ 12 საათზე. მოვიდა ჩემი ბიჭი და ძვალი მოიტანა. ბა. ვითამაშოთ დორბლიან ძლით. მოხტა. აჰა, ჩემო კარგებო.
აი ესე გაათენდა 3 მარტი ჩემს სახლში, სიხარულით, სიყვარულით, სიცილით. სულ ასეთი გქონოდეს მეც თქვენს და ტრიფონსაც. ჩემო კარგებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ აი ამ მოკლე ვიდეოთი. ბევრი სიხარული, ბევრი სიყვარული, ბევრი საჩუქარი, ბევრი კარგი საღამოს გამოვა ეკლერის ვიდეო, აბა.